სივრცის სიახლეები, კიბერუსაფრთხოება და დაცვა კიბერთავდასხმებისგან. კასპერსკის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ რადიო თამაშს ანტივირუსი ზაზა ჩიტანავასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში განვაგრძოთ მუშაობას და ის დროა, როდესაც გაქვთ იმის საშუალება, რომ კვლავ პირდაპირ ეთერში უსმინოთ გადაცემას ტექნოლოგიების შესახებ და მის ბოლო ნაწილში მოიგოთ ესა თუ ის პრიზი. დღეს ჩვენ გადაცემის ბოლო ნაწილში მას შემდეგ რაც გამოაცხადებს ზარების მიღებას და შემოწმენელისგან სატელეფონო ზარი მარტივ კითხვას დავსვან ტრადიციულად და მარტივ კითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ამ ნივთებიდან ერთ-ერთი არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ყურსასმენებს, მაგიდის სანაც და მახსოვრობის ბარათის მრავალსახეობას შორის. ეს ჩამოვთვალე მათთვის, ვინც ვერ გვიყურებს პირდაპირ ეთერში, ხოლო ისინი, ვინც გვაკვირდებიან სოციალურ ქსელში, კი ხედავენ თავად ამ საჩუქრებს და სწორი პასუხის შემთხვევაში აქ წარმოდგენილი ნივთებიდან ერთ-ერთი შეგიძლიათ აარჩიოთ. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ამ გადაცემას წარმოგიდგენთ კასპერსკი და ვცდილობთ, რომ ტექნოლოგიური სიახლე მიმოგაწოდოთ, თუმცა სანამ ტექნოლოგიურ კონკრეტულ სიახლეზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ კასპერსკის არაერთი პროგრამა აქვს და მათ შორის დღეს გავამახვილებ ყურადღებას პროგრამაზე სახელწოდებით Kaspersky Total Security. ეს არის პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს მოწყობილობას ჰაკერების, ვირუსებისა და მავნე პროგრამებისაგან ციფრული гаджеტის ტოტალური დაცვის მექანიზმია პროგრამა სახელწოდებით Kaspersky Total Security. ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე სიახლეზე, რომელიც უკავშირდება იგივე ველოსიპედის აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებას ერთი და ასევე ვისაუბრებთ უმცირეს, თუმცა გრძელვადიან ელემენტზე, რომელიც უკვე სერიულად შემოგთავაზეს ჩინელმა მწარმოებლებმა. რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია კასპერსკის ლაბორატორიის ინტერაქტიული რადიო თამაში ანტივირუსი ზაზა ჩიტანავასთან ერთად. მოკლედ დაახლოებით ერთი თვის წინ თუ არ ვცდები, ამავე გადაცემაში მე ვსაუბრობდი ისეთი მცირე ატომური ელემენტის შესახებ, რომელიც ზომაში უმცირესი იყო, თუმცა მისი სიცოცხლის უნარიანობა იყო ძალიან გრძელვადიანი. ამ სიახლის შესახებ ჩინურმა კომპანიის წარმომადგენლებმა კომპანია სახელწოდებით Bitvolt ისაუბრეს, თქვეს რომ სერიოზული მიღწევები აქვს, სერიოზული გარღვევა აქვს და როგორც ჩანს, როგორც გაირკვა, უკვე დაიწყეს სერიული წარმოება. ჩვეულებრივი ელემენტებისგან განსხვავებით, ეს ელემენტი BV100 იყენებს რადიოაქტიურ იზოტოპს, რომელიც თანდათან იშლება სტაბილურ სპილენძად და ათავისუფლებს ენერგიას. ეს ხდება გრძელვადიანად დაახლოებით 40-დან 50 წლამდე პერიოდის განმავლობაში. პროცესი აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის, რადგან რადიაცია მთლიანად დაცულია მოწყობილობის შიგნით. მოწყობილობა კი გახლავთ სულ რაღაც ალბათ 20-თეთრიანი ჩვენი მონეტის ხურდა ფულის ზომისა. წარმოიდგინეთ, რამხელა ტექნოლოგიური გარღვევაა ეს ჩინურ კერძო კომპანიაში. ეს ელემენტი აწარმოებს 100 მიკროვატს, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ აბსოლუტურად საკმარისია პატარა гаджеტებისთვის, მაგალითად სენსორებისთვის ან სამედიცინო იმპლანტებისთვის. საიდუმლო ტექნოლოგია, ნაწილაკების დაშლის ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად და გამოიყენება ალმასის ნახევარგამტარები. ეს კი ძალიან მდგრად ხდის ამ ელემენტს ექსტრემალურ სხვა ტიპის ტემპერატურაზე -60-დან 100 გრადუსამდე მაქვს გამძლეობა, რაც მას უხსნის ცალკე პერსპექტივას იმისას, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ჩვენ პლანეტაზე, არამედ კოსმოსშიც. მოკლედ, კომპანია Bitvolt-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აი ამ სიახლეს შეუძლია სრულიად შეცვალოს ელემენტების ინდუსტრია და მისი ელემენტების ხშირი გაყიდვა ჩანაცვლდება გრძელვადიანი ელემენტებით. წარმოება უკვე დაწყებულია, პირველი პარტიები ბაზარზე გასასვლელად ემზადება. ერთია რომ ისინი საუბრობენ თქვათ ელემენტების ბაზარზე სიახლის შემოტანას იმ კუთხით რომ გრძელვადიანი ელემენტები შემოვიდეს და გაიყიდოს, მაგრამ მეორე ვარიანტია თანამედროვე მარკეტინგი რამდენად მიიღებს ასეთ სიახლეს, იმიტომ რომ
ჩვენ ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად დღემდე ერთ-ერთ სახანძრო სამსახურის შენობაში ანთია ის ნატურა რომელიც აინთო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ანუ ეს ნატურა ჯერ კიდევ არსებობს და მაშინ იმ ეპოქაში ნატურებს აკეთებდნენ ძალიან გრძელვადიანს თუმცა არსებობს ამაზე არაერთი მასალა სტატია იმასთან დაკავშირებით რომ ნატურების წარმოებლები ერთხელაც დასწდნენ და თქვენს რომ გრძელვადიანს რო ვაკეთებთ ცოტას ვყიდით და იქნებ მოკლევადიანი ნატურები გავაკეთეთ რომ ბევრი გავყიდოთ ხო, ну, უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ შემდეგ მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი ნატურები და რამდენიმე ხანში მათი გამოსვლა გვიწევს. ახლა ბოლო პერიოდში ენერგოდამზოგავი ნატურების უპირატესობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით საათი მუშაობს და ერთია რომ ნაკლებს წვავს და მეორეა რომ მათი არსებობის ხანგრძლივობა არის გაზრდილი. მოკლედ, რამდენად გაამართლებს მასი ეს მიდგომა, სტრატეგია და რამდენად მიიღებს ამას თანამედროვე მარკეტინგი დრო გვიჩვენებს, თუმცა ამასობაში დრო მაჩვენა ისიც რომ იგივე ველოსიპედი, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობია, ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად აბსოლუტურად სხვა მოცემულობას იძლევა. ევროპის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში მოგეხსენებათ, რომ ველოსიპედების ელექტროფიკაციას, ასე ვთქვათ, სიახლე არ არის და ელექტროველოსიპედი ბევრი არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე ჩინეთისგან განსხვავებით, ევროპაში წარმოადგენს პირველი ველოსიპედი, რომლის ელემენტი იმუხტება Type-C-ის სტანდარტული სატენით. ანუ იმ სატენით, რითაც თქვენ მუხტავთ ტელეფონს, შეგიძლიათ დამუხტოთ ველოსიპედი. ველოსიპედს ამ შემთხვევაში გააჩნია მის ღერძზე ჩამონტაჟებული 250 ვატიანი ელემენტი და დაახლოებით 3 საათი სჭირდება რომ მისი ადაპტერით, რომელიც 140 ვატიანია, სრულად დაიმუხტოს. მოდელები სახელწოდებით Nova და Nova Pro ველოსიპედები, ორი ტიპის ველოსიპედი ძირითადად გაიყიდება ასეთი ტიპის ველოსიპედი მხოლოდ ამ ევროპის კონტინენტზე და მათი ფასი იქნება ერთისა 3000 ევრო დაახლოებით, მეორე 3,500 ევრო. და ის რომ USB პორტით იქნება მათი დამუხტვა შესაძლებელი და არ დასჭირდება ცალკე გადამყვანი იმისთვის რომ დაიმუხტოს ელემენტი არის საოცრად დიდი მოქნილობის შესაძლებლობა. თვითონ ველოსიპედის თავარ ძარაზეა Type-C შესაერთებელი და გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ ამ სადენით Type-C-ის თავით თქვენ დატენოთ ველოსიპედი, გარდა ამისა, როდესაც მოძრაობაში ხართ და მით უმეტეს გრძელვადიან მოძრაობაში, მე აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით 100 კილომეტრი შეუძლია ერთი დამუხტული ელემენტით ამ ველოსიპედმა იაროს, რაც ძალიან ბევრია ნამდვილად ველოსიპედისთვის. ამასობაში რა თქმა უნდა დაგიждდებათ კიდევაც ტელეფონი და ერთის მხრივ თუ შეუძლია რომ მიიღოს ენერგია და დაიმუხტოს ველოსიპედის ღერძში ძარაში განთავსებული ელემენტი, მეორეს მხრივ ამ Type-C პორტიდან თქვენ შეგიძლიათ დამუხტოთ თქვენი ტელეფონი, რომელიც რა თქმა უნდა 100 კილომეტრიანი მანძილის განმავლობაში დიდი ალბათობით ალბათ დაგიждდებათ თუ კი ნავიგაციაც თან ჩართული გაქვთ. მოკლედ შეგიძლიათ დამუხტოთ ველოსიპედი ან დამუხტოთ ტელეფონი. მართალია ტელეფონის დამუხტვა იქ შეზღუდულია 15 ვატია სულ, მაგრამ გზაზე ტელეფონი ბოლომდე არ დაგიждდებათ და საჭირო ფუნქციებს იგი შეინარჩუნებს. ეს არის კომპანია Ampleris ახალი მიგნება, რომელიც ძალიან აიოლებს ელემენტების ველოსიპედების სწრაფად დამუხტვას და ასევე ხსნის იმ საჭიროებას, რომ ველოსიპედისთვის დასამუხტი მოწყობილობა ცალკე უნდა ეტარებინა მასზე მჯდომს, რაც ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დაამძიმებდა ველოსიპედს. ამ ელექტროველოსიპედების წონა არის 17 კილოგრამი. რა თქმა უნდა, ველოსიპედები არსებობს ბევრად უფრო მსუბუქიც, მაგრამ 17 კილოგრამი მით უმეტეს რომ ველოსიპედს გააჩნია 100 კილომეტრი თქვენი ტარების უნარი, ისე რომ თქვენ დაისვენოთ, ეს ძალიან სერიოზული შეღავათი უნდა იყოს. ხოლო ერთი დამტენით ველოსიპედსაც დატენით და smartphone-საც ეს უკვე დიდი ხეირია და შედეგი. მოკლედ ეს იყო ის სიახლე ტექნოლოგიური, რომელზეც მე მინდოდა დღეს ყურადღების გამახვილება. ახლა კი დგება ის მომენტი, როდესაც ვაცხადებთ ზარების მიღებას ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 89. ვინც თავიდანვე გვისმენ და კითხვაზე პასუხის გაცემა გაუადვილდება. უპასუხე და მოიგე. კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული ვიქტორინა. შემოიყვანე.
პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენ როგორც ხვდები, არაერთი ზარი შემოგდის, ტელეფონის ნომრებზე 292 1188 ან 292 1199 დარეკეთ, იაქტიურეთ და პრინციპში მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ არჩიოთ და დაისაკუთროთ აი ამ ნივთებიდან ერთ-ერთი, ვინც სოციალურ ქსელში გვიყურებთ, გვაქვს ყურსასმენი ესეთი ტიპის მაგიდის სანათი, მაუსი, მახსოვრობის ბარათებს შორის შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ და თუ კი სწორი პასუხი იქნება თქვენი მხრიდან, შეგიძლიათ რომ ამ ნივთებიდან ერთ-ერთი წაიღოთ, ვინც დღეს ვერ მოახერხებთ დარეკვას, აქვე შეგახსენებთ რომ ყოველი 4 შაბათი, 5 შაბათი და პარასკევი გახლავთ ის დღეები, როდესაც თქვენ გთხოვს მივიღოთ ზარები თუ შეგვიძლია. მე განვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ 4 შაბათი, 5 შაბათი და პარასკევი არის ის დღეები და დროები, როდესაც 15 საათსა და 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში უსმინოთ გადაცემას და მოიგოთ არაერთი პრიზი. მე აქვე გთხოვდით რადიო მსმენელებო რომ იაქტიუროთ და ჩვენ გვყავს ისეთი მსმენელები, რომლებიც ხშირადაც რეკავენ, მაგრამ ალბათ უნდა მივცეთ საშუალება რომ სხვებსაც დარეკონ პირდაპირ ეთერში უკვე მატყობინებენ რომ მსმენელია ხაზზე. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობათ კი ბატონო, გამარჯობათ. თქვენ გვიყურებთ თუ გვისმენთ? გისმენთ რადიოს საშუალებით ავტომობილში. გასაგებია. გვისმენთ თავიდანვე? კი ბატონო. კარგი. მაშინ პრინციპში კითხვაზე პასუხი გაგიადვილდებათ. მე დავსვამ კითხვას და სამსავარაუდო პასუხს გეტყვით და თქვენ უნდა გითხრათ რომელი პასუხია სწორი იმისთვის რომ მოიგოთ ამ პრიზებიდან ერთ-ერთი. კი ბატონო. რა ფუნქციას ასრულებს პროგრამა Kaspersky Total Security? კითხვაზე პირველი ვარიანტი პასუხისა გახლავთ პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს მოწყობილობას ჰაკერების, ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან, მეორე ვარიანტი პასუხისა დაცვითი პროგრამა თქვენი ავტომობილისთვის და მესამე ვარიანტი პასუხისა სამეთვალყურეო პროგრამა თქვენი შვილების ზიზის კონტროლისთვის. რა თქმა უნდა პირველი. გასაგებია. მადლობა. გილოცავთ და თქვენ გახდით მორიგი გამარჯვებული. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი ვინც ვერ დაგვიკავშირდნენ, ისინი ვინც ასევე ცდილობდნენ ჩვენთან პირდაპირ ეთერში გამოსვლას, გულინდოდ დაგწყდებათ, გააგრძელეთ აქტიურობა და დაგვირეკეთ 4 შაბათს, 5 შაბათს და პარასკევს. მსმენელი ვინც ახლა მოიგო, გთხოვთ ხელახლა დარეკოთ იმისთვის რომ გაიგოთ პროდიუსერისგან როგორ მოიქცეთ, რათა წაიღოთ ამ პრიზებიდან ერთ-ერთი, რა ფორმალობები უნდა დაიცოთ, ამის შესახებ მიიღეთ ინფორმაცია აუცილებლად. მადლობა, ამასობაში მორიგი გამარჯვებული ყავს, დავასრულეთ პირდაპირ ეთერში მუშაობა, მომავალი კვირის 4 შაბათი 5 შაბათი პარასკევი 15 საათს და 30 წუთის შემდეგ კვლავ არის ის დრო, როცა შეგიძლიათ დარეკოთ იაქტიურად და მოიგოთ არაერთი პრიზი. მადლობა, ნახვამდის.